აი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ ინტერვიუ, რომელიც მოვისმინე ირაკლი რუხაძესთან, სადაც ის ამბობს ეგეთ რა, ანუ თავის ამ ინტერვიუს განმავლობაში ძალიან ხშირად აღნიშნავს, ანუ როგორ უყვარს საქართველო რა. ხა როგორ უყვარს საქართველო, ხო და როგორ გვიყვარს საქართველო, ამას ვამბობთ ჩვენც. ამას ამბობს იგივე ის წინააღმდეგობაც, რომელიც დღეს ესეთი აქტიური და მიმდინარე წინააღმდეგობაა რა. ანუ გამოდის რომ ამ ნაწილში ჩვენ თითქოს ერთი შეხედვით ჩვენ და ირაკლი რუხაძე ვართ ერთ პოზიციაზე, რომ ორივეს გვიყვარს საქართველო და თითქოს როგორი ის არის რამხელა საერთო გვაქვს რა. მაგრამ თუ ამ კითხვას უფრო მნიშვნელოვან თუ ამ საკითხს უფრო მნიშვნელოვან კითხვას არ დაუსვავთ, ხო? როგორი საქართველო უყვარს ირაკლი რუხაძეს და როგორი საქართველო გსურს და გვიყვარს ჩვენ რა. მე მგონია რომ ირაკლი რუხაძეს უყვარს საქართველო, სადაც ყოველ მეორე ადამიანს აქვს ვალი. იმიტომ რომ ეს პირდაპირ პროპორციული არის იმის, რომ ირაკლი რუხაძის მოგება გაიზრდება პროპორციულად. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ვალი, მით უფრო მეტად გამდიდრდება ირაკლი რუხაძე და მით უფრო მეტად შესაბამისად გაღარიბდება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. მას უყვარს საქართველო, სადაც პენსიონერების ნახევარი პენსიის მიდის ბანკებში, სესხის სახით აღებული, ანუ სასესხო საპენსიო სესხების სახით, ხო? საქართველოს, სადაც მას უყვარს საქართველოს, სადაც ეგ შემდგომ ამ პენსიონერების, ჩვენი ბებიების და ბაბუების ნაზარს ფულით, ანუ ფინანსდება პროპაგანდისტული მექანიზმი, პროპაგანდისტული მედია, რომლითაც შემდგომ იგივე ამ ბებიებს და ბაბუებს უკაცრავად ცოტა უხეში სიტყვისთვის, მაგრამ ტვინს ურეცხავენ. რეალურად მიდის მათი ტვინის რეცხვა და მათი ცნობიერების გაყალბება. ხო, ეს არის საქართველო, რომელიც ირაკლი რუხაძეს უყვარს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე ამ მიმდინარე წინააღმდეგობამ სწორად დაინახოს ეს ფუნდამენტური განსხვავება იმ საქართველოს შორის, რომელიც კოლექტიურ, ამ შემთხვევაში ირაკლი რუხაძე როგორც კოლექტიური სახე, ამ რაღაცნაირი წესრიგისა ესე უნდა აღვიქვათ, როგორც უყვართ მათ და როგორც გვინდა ჩვენ. ან თუ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ჩვენ ზუსტად ამ ვალისგან, ამ გამოსახლებებისგან, ამ პენსიონერების ძარცვისგან და ასევე რაც უნდა ამოვიკითხოთ ამ პრობლემებში, არის ის, რომ თუ კი შენ არსებობ მუდმივად იმ საფრთხის წინაშე, რომ ხვალ დაკარგავს სახლს, ვერ გამოკვებავ ოჯახს, არ გექნება წამალი, ვერ გადაიხდი ოპერაციის, ვერ დაფარავ ოპერაციის ხარჯებს, შესაბამისად შემდგომ მოგიწევს რაღაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფა სესხის და მთელი ეს ჯაჭვი. თუ შენ ამ მოცემულობაში არსებობ, ხო? აქ ძალიან რთულია, რომ ვისაუბროთ პოლიტიკურ თავისუფლებებზე და ეს ეკონომიკური ტყვეობა პირდაპირ კავშირში არის იმასთან, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური თავისუფლების კუთხით საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა.